ეს გახლავთ ჩემი მომზადებული ხარჩო, რომელიც დავიწყე და აგერძლივს დავასრულე. ოდნავ მეტი ტომატი მომივიდა, აქ რაღაცა არ არის ისეთი სასურველი განათება, ამიტომ არ ჩანს ისე რეალურად უფრო უკეთესი ფერი აქვს, უბრალოდ ოდნავ მეტი ტომატი მომივიდა, მაგრამ სხვა დროს გავითვალისწინებ. ხო და სხვა ქვაბში უნდა გადავიტანო, მე კიდევ ყველაფერთან ერთად წიკი მაქვს. ეს გარშემორვარი არ შემიძლია. სხვა ქვაბში უნდა გადავიტანო. მაგრამ მანამდე მამასთვის გადავიღოთ დილა მშვიდობის მეგობრებო. დილა მშვიდობის. მაინც მქონდეს იმის მონაცემები, რომ ავდგი ახლა და გიმღეროს სისხლ დილას. ალიონზე რაღაც სიმღერა, მაგრამ არა. არ შემიძლია არაფრით მაგის არანაირი ნიჭი. რომ რაღაცა დილი და ვლოგში შემოხვდა სიმღერით, არ მაქვს გაგვიმარჯოს ხალხო ყავით. რაღაცა ძალიან ცოტა დავლიე დღეს. ეს უბეთური სულ ზღაფავს და სუფთა სახლში მეზარება რომ შევიარო. როგორც ხედავთ, საკმაოდ თბილი ხალათით ვარ წამოსკუპებული, არ ვიცი რატომ ცივა, მაგრამ იმედია გადავრჩები. მარიკო რაღაც ახეხინებდა ღამე და კინაღამ გული შემიღონ და მეთქი ხო არ მეცივდება. დაითხელე კონცა ღაბაბი კი ეგ დაგითხელებს მარტო. ორი გლასუნი. გავიკეთოთ საყურე. ყველაფერი დაუთოებული, გამზადებული მაქვს მეც მარიამსაც. ნუ კობას თავის თავად გამზადებული აქვს. ყველა დილით მივდივართ ჩვენ საქმეებზე, თუმცა ჩვენ უფრო ადრე, როგორც გითხარით გაზი არ არის ბავშვი. ეს ქალბატონი სამსახურში მომყვება თავის ჩანთით. მაგარი გოგოა, მხოლოდ მეტროში დამჭირდა აყვანა ისიც, იმიტომ რომ ჭხლეტვა იყო, თორე თავის ფეხით კუსკუს ცუქცუქით მომყვება. ნახეთ როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. დავიდეთ სამსახურში. არ შეიძლება რომ მხოლოდ კვირაში 3 დღე იყოს სამსახურები. და ვისაც შვილები ყავს 2 დღე. ვაიმე მზად ვარ, ნაკლებ ხელფასზე ვიმუშაო. ცოტა ნაკლებზე თუ იქნება ასეთი კანონი, თქვენ რა სიტყვით. კორპუსს შორის რა ლამაზია. ნახოთ თუ მიხვდება მარიკო სად არის მისი დედიკოს სამსახური, სადაც თვითონაც დადიოდა ადრე. აბა ვნახოთ რა სიზავს. გარი მიდიდე წადი საყვარელო ჩემო ლამაზო. აქ რო დადიოდი დე იუჰუ ჩემი ლამაზი იუჰუ წადი დე მოვადოთ ყავა, დავბრუნდით მე და მარიამის სახესაც მეტყობა აწითლებული. იმიტომ კი არ ვარ მეგობრებო რომ გარეთ მაგარი მზია, იმიტომ რომ გამოვედით თუ არა მიწკევიჩიდან მარიამი ავიყვანა ხელში და რო დაიძინა სახლამდე ვატარე ხელით. არც ისე ცოტა გზა სხვათაშორის. მოგიხსენებათ. გზაში ფაქტობრივად თავი ვიგრძენი შეუძლოთ, იმიტომ რომ თქვენიცით რომ ეს მალები მაწუხებს და ჩემთვის 1 კილოს სიმძიმეც კი ისეთი ამბავია რა. არა სახარბიელო, არა თუ ახლა 11 და 12. ძალიან ცუდად გავხდით ამიფუშდა ხელები. მეტროში მეგონა დავეცე მოდი დედას გეფიცებ. აქვე დავაწყო. თუ ვინმეს უკვე რატო არ დამყავს ჩემთან ბაღში, ამიტომ მეგობრებო.
იქიდან მოდის დაღლილი, მე მთხოვს ხელში აყვანას და ვარ სრულად თითები მაქვს დაბუჟებული დაღლილობისაგან. ამხელა ბავშვი, ამხელა ქურთუკი, ამხელა ჩანთები და ის არა ქვია. რა ვიცი, აბა ვიღლები, ზოგისთვის არ არის ეს თქვათ პრობლემა და ჩემთვის არის ძალიან დიდი პრობლემა, აი ფიზიკურად არ შემიძლია ამ სიმძიმეს ტარება და ეს კიდე იხლება. წარმოიდგინეთ ახლა ანუ მე რა მდგომარეობაში ვარ ხო ხვდებით. ველა კუნთი თუ არ მტკიოდეს მარიამის თავს გეფიცებით. ვაიმე ვერ ვიშლები ისე მტკივა ზურგი. რა დავაშავ. მედი მაქვს რომ ხვალ გაზი იქნება მარიკოს ბაღში და ამ ხელა გზაზე კიდე არ მომიწევს წვალება. აქედან არ მიწვალია. გარდა 5 წუთის სახელში რო ავყვანე მეტროში. მაგრამ იქიდან კატასტროფა ხალხო, არც კი მინდა საერთოდ ამის გახსენება. გუშინ ღამე მოვზილე ცომი საქონლის ხორცის ხინკლისათვის. უფრო ნაკლები კალორია აქვს საქონლის ხორცით რა გაკეთებული, ვიდრე თქვათ ღორი და საქონელი ერთად. გამომივიდა ისეთი პრიალა ცომი და ისეთი ლამაზია. სამჯერ გადავზილე, შევაგდე მაცივარში, ახლა გამოვაცულებ. ფარს შევაზავებ, ხო და გავიკეთებ. ჩემებს აქვთ ხარჩო, დიდი ქვაბით. გიждებიან და ჭამონ ბატონო. დაიხოცეს გუშინ თავით ჭამები იმეთქი. მიშველეთ. ნარა აზრი ხო გაიგეს რა მითოდა ვეთქვა. დღეს წყალი არ დამილევია. არათუ დღეს საერთოდ წყალი ძალიან მოვუკელი, რა ძალიან არ მომწონს. მოკლედ, ნავლიოთ ყავა და გავაკეთოთ ხინკალი. მისი აღმატებულება იმედი მაქვს რომ ძალიან არ დამეზარება და გავაკეთებ. არ ვიცი, ახლა ყველაფერი მტკივა და მე ვერ გეტყვით. ცომია საკმაოდ ისეთი, აი ჩვილი ცომით ვაკეთებენ გოგოებო, მივირთ მაინც მე ხო იცით ყველანაირი ხინკალი მიყვარს. რბილი ცომით, მაგარით ყველანაირი. მაგრამ ჩემთვის მაინც ცომი ხინკლის არის მყარი, ცოტა ისეთი წელვადი. აი ესეთი ცომი მიყვარს მოკლედ და ამის მოზელავს რომ ძალიან დიდი დრო უნდა და ენერგია. ხინკლის მოყვარულები ვინც ამზადებთ სახლში, ყველა ალბათ ამეთანხმებით, რამდენად გეგლიჯებათ ყველაფერი უკან. გუშინ ცომი იმიტომ მოვზილე ღამე რომ დღეს აღარ მეწვალა და მზად მქონოდა, ხო მაგის გაფრთხილებას მასაც კიდე დრო უნდა. ხო და ცოტას გავიკეთებ რომ მივირთვა. დღეს ბევრი არაფერი წამიღე, იმიტომ მაგრად დამეზარა ბავშვთან ერთად ეხა რაღაცა 5 კონტეინერით სიარული. ვაიმე, შეიძლება რომ ყავა არასდროს არ დუხდებოდეს. ეგეთი რამე თუ გამეგოს დედას გეფიცებ. ანუ ყავა არ დუხდება. ესე იგი გუშინ მას გადავხედე რაღაცა გვერდს აქვს გაზიარებული ჩემი ვიდეო. ხო და გადავხედე კომენტარი. ნეტ არ შევსულიყავი ხალხო. როგორ შეიძლება გძულდეთ პერსონაჟი? ან გვანცა კი არ გძულთ, თქვენ გძულთ პერსონაჟი. მე აი მართლა დედას გეფიცებით როგორ შეიძლება გძულდეთ გამოგონილი ადამიანი, რომელთანაც კავშირიც კი არ მაქვს არაფერი, გარდა იმისა, რომ მე ვასახიერებ, არაფერი ჩემი არა აქვს დოდონას, ну მე ვგულისხმობის რაღაცები, რაც ჭირს. როგორ შეიძლება ასე გძულდეთ? მე მაგალითად ვერ ვხვდები. აზი არა ვარ, გუნზი არა ვარ, ეგრე როგორ გძულთ, რომ კომენტარებში წერთ, ვაიმე ეს ქალი როგორ მოძულს, როგორ მეზიზღება, როგორ ასე, როგორ ისე. ასე არა ვარ. გონზი არა ვარ, ასეთი ხალხი რანაირად ხართ. არ ვიცი.
ამისთან რა დაგიშავეთ ხალხო, როგორ შეიძლება ასე ვზულდეთ? თქვენ რა ის კარგი ქვეყნის ამშენებლები ხართ, საერთოდ რის გამკეთებლები ხართ, ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ ამხელა სიცულვილი, ვაიმე, ანუ რას ვუძლებთ, თქვენ არიცით. დოდონას YouTube-ზე დაწერილი კომენტარები იმასთან შედარებით თამაში, აი რომ დაათხრებენ ეს პორტალები ამ ვიდეოებს, დოდონას ვიდეოებს, კომენტარებში რა ხდება, რომ გონიათ რომ ნამდვილი ადამიანია გესმით და ლანძღავენ, აი ეჯბრებიან ერთმანეთს ლანძღვაში. მე გამომწერები მემატება ხალხო, პრობლემა კი არ მაქვს, ლანძღეთ. რაღაც პერიოდში ემოციურად ხანდახან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ არ განვიცადე, მაგრამ დავიშუკე. ეს იგი 8 ისტორია მოვყევი და ყავა ვერად უხდა. მე მართლა მიყვირს რანაირად შეგიძლიათ ამ ხელა ნეგატივის, არ ვიცი, როგორ ცხოვრობთ ამ ნეგატივით, ვერ გეტყვით. მოდი მივირთვათ ალპენგოლდის ერთი. ვაიმე, დედაფჩხილი კაპკარი, აი მიშველეთ. პატარა ნატეხი ალბათ 6 გრამი იქნება, 8. 5. ვაიმე დედა მიშველეთ. მივირთვათ. იუჰუ. მე უნდა გავხსნა ყავახანა. ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგრამ მე ვიცნობთ რომ წიკიანი ვარ, კი იცით რომ მაგას მე დავრეცხავ, მაგრამ დაიკეტე. ახლა უნდა ვუსო. გადასარევი სუნაკ. დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო სხვათა შორის რეპეტიციებთან დაკავშირებით. კარგად დავიღალე. ვაიმე სახე ნახეთ ხალხო. გამიწით და მზის დამცავი მაიზამის დღეს არ მისვა. როგორი მზეა. არა უშავს. რას ამბობ ეხლა? ბებორო იყო სიტყვა და მე ხო სულ მზის დამცავებით ვიკლავდი თავს, არ და ბებოს რა კარგი კანი აქვს ხალხო და ამ დროს მთელი ცხოვრება მზის გულზე მუშაობდნენ ყანებში, აი მისი თანატოლებით და ბევრად ახალგაზრდებით გოგოებს ისეთი გადატკეცილი კანები აქვს ჩემთან. ანახავ ფიქრობ ხოლმე, რანაირად ახერხებთ, მზეზე არ გადიხართ. ხო და აქ აბა მზის დამცავის გარეშე ვერ გავალთ, იმიტომ რომ რაღაცა რა ვიცი. აი. აბედნიერება. მე საერთოდ მიყვარს მობალთურა გამოცვლა. ეს ის შემთხვევაა, როცა გამოცვლა არ მინდოდა. ყავა მინდა. წერტილი. წერტილი დავლეს სხვათა შორის, ოღონდ ძალიან ცუდა. ვაიმე დედა რა ცხელია. თქვენაშობით ხალხო. ჩემი ათინო გამიხარდება თუ ნახავთ და თუ კი მოგეწონებათ გამოიწერთ. გაჩვენებთ აქ სადმე. როგორ შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან კაი ნამუშევრები აქვს. იმეც ვიტოვებ რომ ვლოგებითაც შემოგვიერთდება. მხოლოდ ნამუშევრებით. არა ვლოგებითაც. ხო და დავეხმაროთ ერთმანეთს განვითარებაში, განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია. ხო და თუ კი მოგეწონებათ გამოიწერთ ეს საყვარელი ადამიანი. ბევრისათვის კარგად ცნობილი, კომენტარებში აუცილებლად შეგხვდებოდათ ხოლმე ხშირად. არა მეტ ჩემთან მხოლოდ, ბევრ სხვა ადამიანთანაც, ვისაც უყურებს. ასე რომ გამიხარდება თუ ნახავთ და თუ მოგეწონებათ იმ შემთხვევაში გამოიწერთ. იმიტომ რომ
თუ არ მოგეწონა ადამიანი, მე ვფიქრობ, რომ არავის ხათრით არ უნდა გამოიწერო, იმიტომ რომ ნახე თუ არასდროს არ ნახავ მის ვიდეოს, ანუ არ უყურებ, არ გაინტერესებს, ვიღაცამ რო გთხოვა და მარტო მაგიტო გამოიწერ, მგონია რომ აზრი არ აქვს ეგრე. უბრალოდ რაოდენობაში რომ მეთვლები და არაფერს არ მიკეთებ, ჩემი აზრით აზრი არ აქვს. ასე რომ თუ კი მოგეწონებათ, გამოიწერთ. ცოტა უემოციო ვარ მაპატიეთ. ცოტა დაღლილი ვარ. ცოტა არა. კარგად. გონი მარიკო მფრდა მღალა ხალიდრე სამსახურმა მე დღეს, მაგრამ თუ შევძელი აუცილებლად ჩავსვამ იმ კადრს მარიამი, რომ თურმეც ეკვავდა გადაუღეს, მიერ და მინახავს, იმიტომ წინ სხვა ბიჭებს ვედექი და უკან გოგონებში იდგა მარიამი და ის არის გაჩვენებთ. თუ დავფარე ბავშვები, ისე მაგ შემთხვევაში გაჩვენებთ, თორე მე ბართვა არ მაქვს მე ბავშვების დადების ვიდეოების. ასე ძვან ახლო კადრით რო ჩანდნენ. მე რა კარგია ღმერთო. ალპენკოლზე ვარ ხალხო შეყვარებული. უკიდეგანოთ. ასე რამ შემაყვარა ვერ გეტყვით. და ზოგადად რასაც თხილი ურევია, ბევრი ყველაფერი მიყვარს. თხილის ჩურჩხელაც ძალიან მიყვარს სხვათა შორის. ნიგზისაც ხო მიყვარს, ადრე გამომიგზავნეს კახეთიდან. არის საოჯახო ბიზნესი, ასე ვთქვათ. აი მე ხალხო გადატენილი იყო თხილით, ნიგზით. თუ თხილი არ იყო, არა. თხილი მგონი არ იყო, მარტო ნიგზი იყო. ნიგზით იყო გადაძეძგილი, აი ისეთი გემრიელი იყო, ისეთი გემრიელი იყო. ზე ძალიან გემრიელი იყო. რა მინდა ხალხო იცით? მქონდეს საკუთარი საქმე. საკუთარი საქმე მე ახლაც მაქვს, მაგრამ აი როგორც ასე ვთქვათ, ბიზნესი. თუნდაც ამხი. მაგრამ სანამ ბიზნესად აქცევა ხომ უნდა ისწავლო. რამდენიმე ვერსია, როგორც ყოფილი მე ხო ვერსიები სულ მაქვს. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთს არ განვიხილავ სერიოზულად, მაგრამ მინდა და მე თუ რამე მინდა, იმას აუცილებლად გავაკეთებ, ძალიან თუ მინდა. მინდა რომ შევისწავლო. არ ვიცი, დაახლოებით ალბათ ეს კურსი ეღირება ადრეც მაქვს თქვენთვის მე ნათქვამი 1200, 1000, 1500 რაღაცა ეგრე, 1800 რაღაცა ეგრე არა. ახლა მაგის ის არა მაქვს, მე სხვა გეგმები გვაქვს. მეც და ოჯახსაც და არ განვიხილავ მაგ მხრივ, მაგრამ სამომავლოდ მინდა რომ ჩემი საქმე ცოტა მიმართულებები შევცვალო. შეიძლება არც გამომივიდეს კაცო, მაგრამ ნასწავლი ხო დამრჩება. რა იცი რაში გამომადგენ. რამდენიმე ვერსია მაქვს. ახლა ჯერ არა ოღონდ, მაგრამ მაქვს. ადრეს მინდოდა მე თქვენ მამასა გელაპარაკეთ კიდეც. ხო და მინდა რომ ჩემთვის ვაკეთო ჩემი საქმე. ჩემთვის წნარად, შვიდად. არც დირექტორი მყავდეს, არც მენეჯერი, არც მენეჯერის, არც მეთოდისტი, არც რა ვიცი, არც მენეჯერის კიდე მენეჯერები რაღაცა გალავდი. არავინ არ მინდა მყავდეს. მე მინდა ვიყო ყველაფერი. ადამიანებიც მართავს საკუთარ
მცირე ბიზნესს, თუ ვერ გაფსხვილდება ალბათ უდეს. როცა გაფსხვილდეს იყოს კაცო რა დავეცებ, რაც იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ საომალოდ შესაძლოა შევიცვალო რაღაცეები. Იმიტომ რომ ბავშვებთან მუშაობა არის ძალიან რთული ხალხო, ურთულესი. მით უფრო თუ მუშაობ კერძო ბაღში და მით უფრო თუ ზეიმებზე ხარ. კიდე ცალკე ამბავ რთულია. პასუხისმგებლობები ურთულესი და ასე შემდეგ. ის მოსანიშნავს, რომ სახელმწიფო ბაღში არ არის დატვირთვა, არა, მაგრამ იქ კიდე სხვანაირი დატვირთვა როა და სხვანაირად ვართ ყველა ერთად მაგაზე შევთანხმდეთ, ვისაც უმუშავია, ყველას ხელები აქვს აწეული, კი, აშკარად სხვადასხვა ამბავია. თორე ბაღში ყველა ვარიანტში დაიღლები, სახელმწიფოშიც, კერძოშიც და სახლშიც რო გახსნა ორკაციანი ბაღი, იქაც დაიღლები. ძალიან მინდოდა მესწავლა სანთლების დიზაინის გაკეთება. აი ჯვრის წერის და რაღაც სანთლებს რო ამზადებენ დეკორატიულს და რაღაცა ხო ხვდებით, ეგ სანთლები მინდოდა. და ძალიან მინდოდა შემესწავლა საპნები. ძალიან აქტუალურია და რაღაცა მოდაში. ძალიან მომწონს თიხისაგან რო აკეთებენ ჭიქებს და რაღაცებს ვგიჟდები ხარ, ვერ გეტყვით რომ მე მაგ აი პროფესიად ვიქცევ სამომავლოდ და აი ეგ მექნება მეორად რაღაცად კერამიკა და რაღაც. არა, მე მაგის არ მაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ხატვის ნიჭი უნდა გქონდეს აუცილებლად რომ მოხატო. ეხლა ვერ ვათვალიერებ ისეთი ნიკალა გქონდა ჭიქაზე დახატული მგობრს, კიდევ დავიცენტრე და გავწვერი. ამიტომ მაშინ სულ სხვა უნდა ყავდეს ვინც დახატავს და დამერწმუნებით როცა ბიზნესი იწყებ და საერთოდ ნოლიდან იწყებ ორი ადამიანისთვის ძალიან რთულია ესე ვიღაცა უცხო მოიყვანო ვინც დაგიხატავს და მოკლედ. და არ განვიხილავ, მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე და ძალიან მინდა მასტერკლასი გავიარო. არის ერთდღიანი მასტერკლასები, უბრალოდ შენი ხელით რო დაიმზადო რამე. ვლოგისათვის სიამოვნებით დავიმზადებდი რამდენიმე მასტერკლასს დავესწრებოდი. მაგრამ ძალიან ხშირად ვფიქრობ სანთლების დამზადებაზე, ძალიან ხშირად ვფიქრობ საპნების, აი ამ ორი სწავლა ძალიან მინდა. რაც ადრეს მინდოდა პრინციპში, რა ეხა ახალი ამბავი არ არის, ბევრჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ ძალიან მინდა და ძალიან მომწონს. ნახოთ. ახლა არ განვიხილავ. სულ სხვა პრიორიტეტები გვაქვს ახლა ყველას ერთად და სულ სხვა საქმეები გვაქვს. ამიტომ ნამდვილად არ განვიხილავ, მაგრამ სამომავლოდ მინდა. სამომავლოდ ასევე დიდი ალბათობით შეიძლება პედაგოგათაც გადავიდე და პედაგოგობა გავაგრძელო და აღარ ვიყო ზეიმებზე მაგალითად. და შენი ჯგუფის რაღაცა ზეიმი გააკეთოს ხარი, მაგრამ ანუ ესე ბაღის ესეთი მთლიანი ბაღის ეგრე აღარა. ნახოთ. თუმცა თუ პედაგოგად გადავედი, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ნახევარი განაკვეთი. სრულ განაკვეთზე გამორიცხულია. არ მინდა, არც ერთ ვარიანტში არ მინდა სრული განაკვეთი. ერთ-ერთი თუ გადავედი, ეს იქნება ნახევარი განაკვეთი. ეს არის. ანუ რაღაცის შეცვლა მინდა გესმით? აი შეგრძნება მაქვს, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მე ახლა ვაკეთებ. რაღაცები კი მიშლის ხელს, რომ იმაზე მეტი გავაკეთო, მაგრამ არა უშავს, ეს რაღაცებიც მოგვარდება, ეს რაღაცებიც დალაგდება აუცილებლად. აი აშკარად ვგრძნობ ამ ყველაფერს რა, გრძნობ, რომ მე შემიძლია, იმიტომ რომ ზოგადად მე ხელნაკეთ რაღაცებს ვაკეთებ ისედაც და მჭირდება ეს პრაქტიკა, ეს ტექნიკა რაღაცების სწავლა რა. თორე მეც ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებ. ამიტომ ძალიან მიყვარს ეს საქმე. ხო, ჩხილებსაც მინდოდა გახსოვთ თქვენ მე სწავლა. ხა ვინმე იტყვის რომ ყველაფერს მოედებიო, მაგრამ ნუ არის რაღაცები, რაც ძალიან მინდა რომ ვისწავლო ხა, რა გამოვა და რას ვისწავლი აქედან ეგ სხვა საქმეა, თორე რატო არა გინდოდეს, რასაც ისწავლი, ცუდი რატო არის, ხო? მინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე არც ეგ არ განიხილება, გახსოვთ როდიდან მინდოდა, ერთხელ მაზეც ხო ვიყავი ჩასული მოლაპარაკებაზე.
ხო მაგრამ თუ მაგას დავიწყებ მაგალითად ისი არა რომ ხობად კი არა მინდა რომ სერიოზულად მოვეკიდო მაგ საქმეს თუ დავიწყე არ განიხილება უბრალოდ მინდოდა და მინდა ესე ჰაერზე თორე არ განვიხილა მე როგორც ვატყობ ხო ამ ვლოგში ვერ ჩავდებ ხინკლის ვიდეოს და მაგას ალგე დაგიდებთ ხო და არ ვიცი თითქოს ესე მითხრეს რომ იცი რა თითქოს რაღაცნაირად ეს თითქოს რამდენჯერ ვთქვი საპონიო ცოტა შეიძლება ვარ იყოსო დიდად უფრო სანთლები გირჩევნიაო ნათლობების იმის ამის ხვდებით რა ხო და არ ვიცი ნახოთ ყოველ შემთხვევაში სწავლა ისეთი რამეა ხალხო რომ რასაც ვერავინ წაგართმევთ თუ ისწავლეთ ამიტომ რაც შეიძლება ხო ერთხელ სხვათა შორის ძალიან რაღაც ადგილზე მომხვდა როცა დამიწერს რომ ქალო რაღა დრო შენი სწავლაო და აი ძალიან მომხვდა გულზე ძალიან მომხვდა და გეტყვით რა მიმართვა ქალო ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიმართვა ქალო აი მგონია რომ სრულად ბეცი ხარ ადამიანი ამ დროს როცა მიმართა უცხო ადამიანს აი ასე ქალოთი მე მეწყინა ის რომ ადამიანები ჯერ ისე ვერ გამოვიდნენ საკუთარი კომპლექსებიდან ვერ გამოვიდნენ საიდაღაც ვერ გამოვიდნენ ჯერ ისე ვუკვირთ როგორ შეიძლება 37 წლის ასაკში 38 წლის 40 45 წლის ასაკში გინდოდეს რაღაცის სწავლა როგორ წარმოუდგენიათ რატოა აი რატო აი როგორ წარმოუდგენიათ რომ ვაიმე რო სწავლობ რა მე ანუ აი არ ვიცი ვერ უკავშირებ ვერაფერს ადამიანებს სწავლა აკომპლექსებდეთ ხო მე ეგეთი რამე ხალხო არ ვიცი აი მე ვერ ვხვდები ვერაფერს ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანს გაკომპლექსებდეს სწავლა რავი ან არ გაუგიათ რომ სიკვდილამდე შეიძლება სწავლა ან რა ვიცი ან რა აი ეგ რა უდევს რამე ეგეთ ადამიანებს ვისთვისაც სწავლა ალბათ ეგ ისეთი ადამიანები არიან რომ ფიქრობენ რომ 15 წლის მერე გოგო უნდა გათხოვდეს გოგოსთვის სწავლა არა მთავარია კაცმა ისწავლოს კაცმა იმუშაოს ალბათ ესეთი ადამიანები არიან რომლებიც მე ხანდახან წამკვანი ხო რა ხადრ შეისწავლა ქალო თუ რაღაც ახლაც ვისწავლე მეგობრები ძალიან ბევრი რამე მაქვს წინ სასწავლი ცხოვრებისეულიც გამოცდილებები დასაგროვებელიც აღზრდის კუთხით გაზრდის ბევრი რამ აქვს მე კიდევ სასწავლი და ასევე სხვა კუთხითაც მაქვს ბევრი სასწავლი ამიტომ საცოდაობა ადამიანებს რომ ჯერ ისევ სწავლის კომპლექსები გვაქვს ჯერ თუ 39 წლის ვარ ხალხო რამდენის გოგონი ვართ მე არ ვიცი მაგრამ რატო ფიქრობთ რომ ჩემთვის სწავლა დაგვიან და აი ეგ ვერ გავიგე რა ხო ბევრი რამე გავიგე ეგ ვერ გავიგე აი არ ვიცი სასწაულია პირდაპირ გაგიჟებული ვარ ადამიანებს ჯერ როგორ არა ვერა გამოდარებისკენ ვერ წახვედით ესეთი ადამიანები სწავლა ხალხო ის არის რასაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგართმევთ ვერავინ და მე საკუთარ განვითარებაზე რო არ ვზრუნავდე ძალიან დიდ ჭაობში ვიქნებოდი დამიჯერეთ ძალიან დიდში საკუთარ თავის განვითარებაზე იმუშავეთ თავად აუცილებელი არ არის უნივერსიტეტი დაამთავროთ ამისათვის ბევრი სხვა რამითაც შეგიძლიათ რომ განავითაროთ საკუთარი თავი და რატო არა ვიცოდე შეიძლება ბიზნესად ვერცერაზოს ვერ ვაქციო აი სათლების კეთება მაგალითად რო ისწავლო თუნდაც საპნების კეთება რო ისწავლო ვერ ვაქციო მაგრამ მომინდეს ჩემთვის დამზადება და დავიმზადო სადღაც მინდოდა ხელთამშვენებული წავიდე ჩემი ხელნაკეთი ვაჩუქო ვინმეს ავდგე და გავუგზავნო მივართვა ახლა მაგალითად მე რო ეგ მცოდნო და აუცილებლად დეკორატიულ სანთლებს დეკორატიულმას დედა შემოქმედებით საღამოზე აუცილებლად დავარიგებდი საჩუქრად ანუ ხვდებით რას ვიძახი ჩემთვის არ არის ეგ სწავლა არ არის ჩემთვის არც გვიანი არასოდეს არც სირცხვილი ხო მით უმეტეს ანუ წარმოუდგენელია არ არის აი არ ვიცი რატო ფიქრობთ ჯერ ისევ ეგრე ნუ თუ თქვენი შვილების მომავლისთვის ზრუნვას არ აპირებთ თქვენ აი რო დაიბადება
იქიდანვე იწყება ზრუნვა ყველაფერზე. იქიდანვე უნდა დაილაგო რაღაცები თავში როგორ აპირებ შენი ცხოვრების მართვას პირველ რიგში და შენს ცხოვრებაში ის ახალი ადამიანი რო შემოვიდა, იმასთან ერთად როგორ აპირებ და საერთოდ რა გინდა, რა მიმართულებით გინდა ცხოვრება. ადამიანები, რომლებისთვისაც ჩემი სწავლა არის დაგვიანებული, ეგეთი ადამიანებისათვის არც საკუთარი შვილის სწავლა არ იქნება პრიორიტეტი დამიჯერეთ. ვერ იქნება, არ იქნება საინტერესო. ნათვის მთავარი იქნება ბიჭი, რომელიც ისწავლის, მერე ცოლს მოიყვანს და ის გოგო, რა ვიცი, სადმე გათხოვდება, მერე არ არის პრობლემა. ალბათ ძალით გათხოვებენ იმასაც, იმიტომ რომ აღარ არის ეგ დრო, რომ ოღონდ გავთხოვდე, აღარ არის. კოცნის გამო რომ იყვებოდნენ ცოლად, იმიტომ რომ მე ვერ ვაკოცებცო, აღარ არის ეგ დრო. ახლა ყველაფერი ხდება. კოცნას, პროშნას და თლოშნას. აღარ არის ეგ დრო. მაგის გამო წყვილები აღარ ჩქარობენ ხალხო დაოჯახებას. აღარ უნდათ. და დედები, რომლებიც ფიქრობთ, რომ ახლა დაამთავრებს სკოლას, შექმნას ოჯახი, თუ სწავლა არ უნდა თუ რა, სწავლაც რო არ უნდოდეს, ის აღარ იჩქარებს გათხოვებას, იმიტომ რომ ისედაც ყველაფერი დალაგებულია, მოგვარებულია, არ აქვს ის პრობლემები, რაც ბებია ჩემს ქონდა მაგალითად, რომ თითი რომ დამადოვო ჩემა ქმარ ავტობუსში მაცილებდაო და ხელი გამომიწოდაო, რომ არ წაიქცე, რომ მოვბრუნდიო და შემოვარტყიო. კაცმა არ იცის რატო უტყვა, რომ ას ქვია, როგორ გამიბედეო, რომ შეხელით ეგ დრო აღარ არის. ხელი როგორ დამადეო, კინაღამ გაიფინა პაპაჩემი კიბეებზე, ავტობუსის კიბეებზე. აღარ არის ეგ დრო. მიეცით რა შვილებს საშუალება ნებისმიერ ასაკში ისწავლონ, რატო მიყვარს დედაჩემი, არა მხოლოდ იმიტომ რომ დედაა. რატო მიყვარს დედაჩემი როგორც ქალი. იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ნასწავლი. არ არის მნიშვნელობა ეხლა, რომ აუცილებლად დიპლომზე არ იყო აქ საუბარი. უნდა ყოფილიყო ნაკითხი, ნასწავლი, უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც რაღაცა ცხოვრების აზრზეა, არ ქონდა ის, რომ ბიჭმა და ქალი, ანუ მსგავსი რამ ჩვენ ოჯახში არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არის და არც ჩვენ შვილებს არ აღზრდით ისე, რომ ასე იყოს. რა ვიცი, ძალიან ცუდია. იმედენი რამ გაიარა დედაჩემმა, რომ მე მესწავლა და ჩემ ძმას, ორივეს, მაგრამ როგორც ქალზე მაქვს საუბარი, რომ რაღაც დრო შენი სწავლა და ქალი ხარ და რაღაცები. იმედენი რამე გაიარა, იმედენი რამე, რომ ზოგი მის ადგილას უბრალოდ რა ვქნა, არ მაქვს დამთავრდა და დაასრულებდა ყველაფერს. არ იწვალებდა და არ იწამებდა საკუთარ თავს და ძალიან ბევრ რამეში უკან არ დაიხევდა. იმიტომ რომ მე მესწავლა, იმიტომ რომ ჩემ ძმას ესწავლა, ძალიან ბევრი გააკეთა და არასოდეს არ გაუყვია დედაჩემს, რომ ბიჭმა უნდა ისწავლოს და გოგომ არა. მისთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. და თქვენ შვილებსაც თქვენ ასე მოიქცევით, რომ რა დრო შენი სწავლა დაეგდეს სახლში, ან გათხოვდი თუ არ გინდა სახლში ყოფნა თუ რაღაცა დებილობა. აღარ არის ეგ დრო. თავად გადაწყვეტს, როდის გათხოვდეს, თავად გადაწყვეტს, როდის მოიყვანს, რომელ ფაკულტეტზე ჩააბარებს. ჩვენ დედებს შეგვიძლია ვურჩიოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სამედიცინოზე რო სწავლობდა ძალიან ბევრი ადამიანი და ნებსაც რო ვერ გააკეთებენ და რა ვიცი, ანალგინი რო არიციან, რისთვის ისმევა, ეს იმის გამო კი არ არის, რომ მათი დანაშაულია, იმიტომ რომ თქვენი თხოვნით, იცულებით, იმით, ამით ჩააბარეს და საერთოდ არ უნდოდათ ეს პროფესია, არ უნდოდათ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც არ უნდოდა, მაგრამ ნუ რა ვიდე და სუნდა და ხათრი ვერ გაუტეხ. სწავლა არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, ნებისმიერ ასაკში. ასე რომ გისურვებთ თქვენი გონების განათებას, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ხინკლის ვიდეოს, ხელა ვიდეოს სხვაგან დაგიდებთ სხვა დროს. დროებით. მე ასე მგონია ქობულეთში ვიყავი სახე შეხე.